ყოველ სამშაბათს ერთად განვიხილავთ და მოვძებნით რეალურ ამბებს საინფორმაციო პროპაგანდიდან. დღევანდელი ჩვენი გადაცემა განათლების რეფორმას შეეხება. ყველა საჯარო სკოლაში მხოლოდ განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმძღვანელოთი ისწავლიან. მე-11 კლასი პროფილურ სწავლებას დაეთმობა, ხოლო მე-12 კლასი ნებაყოფლობითი გახდება. ყველა სკოლაში მოსწავლეებს მობილური ტელეფონები აეკრძალებათ, ხოლო პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სავალდებულო ხდება ფორმები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს დღეს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 2019 წელს ბატონი გიორგი ჭაუჭიძე და განათლების ექსპერტი დავით ფერაძე, რომლებიც მოგვიყვებიან განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ. მანამდე მე მინდა გაგაცნოთ 15 დეკემბრით დათარიღებული წერილი, სადაც წამყვანი დასავლელი აკადემიკოსები და პროფესორები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, რომ შეაჩეროს და გადაიფიქროს უმაღლესი განათლების რეფორმის გატარება. წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ დიდი ხანია უმაღლესი განათლების სისტემაში არსებობს პრობლემები და ვციტირებ, ფაქტობრივად აღარ არსებობს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კვლევები და სამეცნიერო ლაბორატორიები. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ტაბულა აქვეყნებს. გარდა ამისა, მინდა გაგაცნოთ ასევე 21 დეკემბრის აქციის მონაწილეების ხედვა, სადაც ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები. მათი თქმით, დაგეგმილი ცვლილებები განათლებას პრივილეგიად აქცევს და არა საყოველთაო უფლებად. მაშასე პირველი კითხვით გადავალ ბატონ გიორგისთან. ბატონ გიორგი, ცოტა შორიდან დავიწყოთ საკითხის მოკვლევა. მაინტერესებს, რატომ ეს რეფორმების კასკადი მაინც და მაინც განათლების ირგვლივ. მე კი ვიცი და მაქვს ამაზე ჩემი შეფასება, მაგრამ თქვენი როგორც პედაგოგის აზრი მაინტერესებს და არა მხოლოდ პედაგოგის, არამედ ბოდიშვიხტი მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ მიკერძოებაში იმედი არ ჩამეთვლება, ის არც ერთი ჩემი მასწავლებელი არ ყოფილა, მათ ორივეს ბავშვობიდან ვიცნობ და მინდა რომ გამიგო მათი აზრი, ისინი ძალიან სოციალურად აქტიური პიროვნებები არიან. ბატონ გიორგი, გადავიდეთ კითხვაზე. ისე საინტერესოა რა იცი შენ და რას ფიქრობ, მაგრამ დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, წარმატებას გისურვებ ახალ გადაცემასაც და ზოგადადაც ისე. რა შეიძლება განათლების რეფორმებს და რატომ ახლა და რატომ ამდენი ხო? და რატომ მაინც და მაინც განათლება? ხო, რაღაცნაირად ის ბევრი თემა ჩამოთვალე კიდეც წამოვიდა ბოლო პერიოდში. განათლების სფერო ზოგადად არის ხოლმე ხშირად ყველა დროის რაღაც ისეთი მიმართულება, რომელშიც ყველა ცდილობს ხოლმე რაღაცა სიახლე შეიტანოს, გემახსოვრება შენს და მეც უკვე რამდენი ათეული წელია, რომ რეფორმა, ოღონდ როგორი რეფორმა იცი, ისეთი კი არა, რომ საერთოდ განათლება თავისთავად ნიშნავს ამას, ცვლილებას, განახლებას, ხო? მაგრამ არა, ფუნდამენტური და რაღაცა კარდინალური რეფორმები, რომ თითქოს ამის შემდეგ უნდა რაღაც აღმოვაჩინოთ ახალი რაღაც ისეთი მხარეების შესაძლებლობები, თან ამავდროულად, რომ აქამდე რასაც ვაკეთებდით, ის იყო არასწორი თუ ხო ეს როგორც წესი ასე იციან ხო. თან ამ ხელისუფლების პირობებში უკვე მე რამდენად ხდება ასეთი რამეები, ასეთი რაღაც რადიკალურად შეცვლა იმ ფონზე, რომ თურმე წინა წლებში რასაც ვაკეთებდით, ყოფილა არასწორი და ცუდ გზაზე მივდიოდით ასე. ხო, სინამდვილეში როცა საუბრობთ მიზეზებზე, რა არის ამის მიზეზები, რომ ეს განათლება ისეთი რამეა, რომელიც ჩანს ყვირის, ასე ვთქვათ, წყალებში, ხო? იმიტომ რომ ბევრი ადამიანს ეხება
ალბათ არ არის ოჯახი, რომელსაც არ ეხება ეს სფერო და ყველა ხედავს იმ შედეგებს, რომელიც არის ჩვენს სისტემაში. იმ სავალალო შედეგებს პირდაპირ თქვა ხლა ჩვენ არც პირველები ვიქნებით ამაზე. თუ ეროვნული თუ საერთაშორისო კვლევებით ეს მონაცემები გვიდევს, რომ ჩვენი განათლების სისტემა არ ვარ და შედეგები არ ვარგა. მოსწავლეების და ასევე სტუდენტებს არ ზომავენ ხოლმე. წაკითხulis გააზრების კვლევა და სხვადასხვა მიმართულებით, არა მხოლოდ ასე თქვა წაკითხulis, სხვადასხვა მაგალითად საბუნების მეცნიერებებში, მათემატიკაში. მოკლედ არ გვაქვს კარგი შედეგი ბილანტრობ. და შესაბამისად მთავრობა ხომ პასუხისმგებელია. ეს ასეა სამწუხარო ჩვენთან, ხო? რამე არ ვარგა მთავრობამ აბა რატომ ვხარჯავ ამდენს 3 მილიარდამდეა ხო მეგონი ეს განათლების ბიუჯეტი. არ არის ცხადია ხელმძღვანელოსაკრავი თანხა ამ გაჭირვებული ხალხის ფულითან ბიუჯეტის ფულს და რაშია საქმე რაღაცა ხომ უნდა გავაკეთო და შესაბამისად წამოვა ხომ ეს ტალღა გადაივლის ტალღებად ეს რეფორმები რომ აი ახლა უნდა დავიწყოთ, ახლა უნდა გამოვასარო და ასე შემდეგ. და სინამდვილეში მე პროგნოზი შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც წარსული გამოცდილებით, ასევე პირადად ჩემი როგორც აი შეხედულებით თუ პოლიტიკური თუ იდეოლოგიური თვალსაზრისით, რომ გაიმს 2-3 წელი მეტნაკლებად და დაახლოებით ასე ისევ ახალი ტალღა ისევ აღმოჩნდება რომ არა ეს თურმე არ ყოფილა ეს რაღაცა შეგვეშალა კიდევ წამოვა ახალი ტალღა. იმიტომ რომ ეს ჩვენი მიდგომა არა მხოლოდ მთავრობას არ გულისხმობ მაინც და მაინც ჩვენი საზოგადოების შეხედულება და დამოკიდებულება ბევრი საკითხის მიმართ ამ შემთხვევაში განათლების მიმართ არის გამრუდებული, მცდარი, არ ეფუძნება საზოგადოების განვითარების ბუნებრივ და ჯანსაღ სტიმულებს და შესაბამისად მთავრობას რაც უნდა ავკიდოთ ჩვენ განათლებაშიც და სხვადასხვა სფეროებში ყოველთვის გამოვა ისეთი შედეგები, როგორც არა დამაკმაყოფილებელი. ბატონ გიორგი, რადგან ჩემი გადაცემა რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და ვცდილობთ რომ საინფორმაციო პროპაგანდაში, რომელიც ყოველ დღე უფრო და უფრო ძლიერდება, მე მინდა გაგაცნოთ აგრეთვე გივი მიქანაძის ციტატა 2004 წელს მიღებული კონცეფციაო განათლების მიმართულებით გაჯერებული იყო ლიბერალური ღირებულებებითო და ამას იშველიებს არგუმენტად იმისა, რომ შეიცვალა გარკვეული მიდგომები. რას ნიშნავს ეს, თქვენ როგორ შეაფასებდით და გადავალ ბატონ დავითთან კითხვას. ხო, ის რომ დავაბრალოთ ახლა ჩვენ ჩვენ წარუმატებლობა, რაღაცა ჩანაწევს. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვისმენთ ყველას პოზიციას და მაგიტო. ხო, რა თქმა უნდა ეს მე არ მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცა კონკრეტული პოლიტიკური იდეოლოგიის მიმართულებით წაყვანა განათლების სისტემა იმის გამოიწვია ეს შედეგები. სინამდვილეში იმ მიმართულებითაც რომ წასულიყო ვთქვათ რომ აი რაც ეწერა მაგალითად იქ წერეს ხო ჩერს ლიბერალური დემოკრატიული იდეოლოგიის განათლების ეროვნულ მიზნებში ქონდა ასეთი ჩანაწერი ხო იმ მიმართულებითაც კი არ წასულა ისე როგორც ვთქვათ გულისხმობს ეს იდეა ხომ არ გონიათ რომ ლიბერალურ ღირებულებებში გულისხმობდა მინისტრი განათლების არჩევანის თავისუფლებას წესით უნდა ეგულისხმა ის რაც წერია და არა მაგალითად ლიბერალი სიტყვა ამ სიტყვას სხვადასხვა გაგებით შეიძლება ფართო გაგებით მაგალითად როგორც აღნიშნე რაღაც თავისუფალი და ასე გასაგები ღრმა აზროვნება და ასე გასაგები ხო ამას არ გულისხმობდა იმედია ცხადია ხო ის არ გამოუცხადებიათ ყოველ შემთხვევაში რომ ჩვენ მხოლოდ ერთი რაღაცა შეზღუდული აზროვნებით და სწორი აზრებით უნდა აღზარდოთ ჩვენი მოსწავლეები ხო აქ იგულისხმება ერთი კონკრეტული რაღაც პოლიტიკური იდეოლოგია რაც შეიძლება
გარკვეულწილად ის ამ შემთხვევაში მართალი იყოს, მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ რაღაც ერთი კონკრეტული მიმართულების უარყოფა და მეორე რაღაც ასევე კონკრეტული მიმართულების რელსებზე გადასვლა, ასე ვთქვათ, ასევე ჩემთვის მიუღებელია, ზოგადად მიმაჩნია, რომ მიუღებელია საზოგადოებისთვის და მთავარი ჩემი აზრით ის არის, რომ ადამიანებმა საზოგადოებაში გავაცნობიეროთ ჯერ დავსვათ შეკითხვები და მოვითხოვოთ და მოვიპოვოთ, რომ ჩვენი შვილების განათლებაზე, აღზრდაზე, როდესაც მიდგება საქმე, აქ პირველ რიგში გადაწყვეტილების მიღები არის არა მთავრობა და ვიღაცა მინისტრი და ვიღაცა ექსპერტების მიერ კონკრეტული რაღაც გეგმები, არამედ ის ოჯახი, ის მშობელი, ის ბავშვი, ის რაღაც სოციუმი, ასე ვთქვათ, რომელიც გადაწყვეტენ და მე თუ გადავწყვეტ, რომ ლიბერალურ დემოკრატიული მიმართულებით მინდა რომ რაღაც ასე აუზარდო შვილი უნდა მქონდეს ამის უფლება ვიღაცა სხვანაირად გადაწყვეტს და ითქვის რომ თქვა სოციალისტური რაღაც წამსით მინდა აუზარდო ვიღაცა ითქვის რომ რაღაც ქრისტიანული ღირებულებებით და ასე შემდეგ უნდა მქონდეს ჩვენ ამის რეალიზების უფლება ან თუნდაც იმის უფლება, რომ თქვენი შემოთავაზებული ან ვიღაცა ჯგუფების მიერ შემოთავაზებული ყველა ფორმაზე თქვა უარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად მოვაწყო ისეთი დაწესებულება ან მივიყვანო თქვა, რომელიც არ გულისხმობს თქვენგან გარეგულირებენ არც ერთ ფორმას. ხო ეს უნდა გავაცნობიეროთ, ეს უნდა დავინახოთ, ჯერ პრინციპში ბევრი ხედავს თუ ყველა არა რომ რაღაც ამ ინსტიტუციებში, რომელსაც ჩვენ სკოლას ვუწოდებთ, როგორც საჯაროს და ასევე გარკვეულწილად კერძო სკოლებსაც, რომელიც სინამდვილეში ერთი ცენტრალიზებული რაღაც ისეთი მოწყობითაა მოკლედ აგებული, არ მოაქვს ის სათანადო შედეგები. ხო და ბევრი მშობელი მაგალითად იცით თქვენ რომ დადის სკოლაში, ის დაკავებულია რაღაც 3 საათამდე მადლობა ღმერთს, ასე თუ ისე უსაფრთხოება, ხო, რაც გულისხმობს ბავშვის ფიზიკურ უსაფრთხოებას, ასე თუ ისე უზრუნველყოფილია ჩვენ სკოლებში და სწავლა აღარ არის, ასე ვთქვათ, ის იცის, რომ ბევრ შემთხვევაში, რომ არაუშავს 2-3 წლის ბოლოს, აი მე-12 კლასში მე დამატებით ვამეცადინებ და ანუ რაც წარმოიდგინე ხლა რომ რაღაცა გამოცდა რომ ჩააბაროს ბავშვმა 12 წელი ისწავლა არ იყო საკმარისი ამისთვის აი როგორ უნდა მოაწყო რაღაცის სწავლება ისე რომ 12 წელიწადი ადამიანმა ისწავლოს თუ ვერ მოახერხოს ის რაღაც ბარიერის დაძლევა ხომ იცით რა ბარიერიც არის ვერ უნდა გამოსცემს აი როგორ უნდა გქონდეს ეს მოფიქრება ბატონ დავით, თქვენთან გადმოვა კითხვით, ბავშვებისთვის საყვარელი პედაგოგი ხართ, თქვენი წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე და საერთოდ ჯამშიც, რა განწყობებია თვითონ მოსწავლეებში? თქვენ ყოველდღიური შეხება გაქვთ მათთან და როგორ უხსნით აი ამ სიახლეების ნაკადს მათ? მოგესალმებით, თორნიკე მეც გიორგის შეუერთდები მილოცვაში, მე ვისურვებდი რომ წარმატებული იყოს ასე ვთქვათ ეს პროექტი, მithumetes ენთუზიაზმზე დაფუძნებული როცა არის, ეს იმას ნიშნავს რომ მადლობა. მუშაობ. ისე როგორც მე არ მესმის მაგალითად რომ ადამიანი პედაგოგად მუშაობდეს. ჩემთვის ეს ბაგნაცილის უფრო შეიძლება იგდო თუ არის გარკვეულწილად რაღაცა ავტორიტეტი ჩემი ბავშვებში, ალბათ უფრო აქედან მომდინარეობს, რომ ვცდილობ არ ვიმუშაო პედაგოგად და შეუძლებელია ადამიანი რაღაცა პროფესიები არსებობს, რომ არ უნდა მუშაობდი ამათ და ისურვებ ამ ხრივ წარმატებას. რაც შეეხება ახლა გააჩნია ჩვენ ესე თქვი ზღვარი უნდა გავავლოთ სად მე-5 კლასელი მე-6, მე-7, მე-8 საერთოდ რა ხდება რაზეა ლაპარაკი, რა არის რეფორმის სიტუაცია არის ეს ზოგიერთ მათგანმა. უფრო ის ვისაც ეხება, ალბათ ისინი ფიქრობენ, ესენი არიან ახლანდელი ალბათ მე-11, მე-12 კლასელები ვერ ხვდებიან რა არის ეს 12 კლასი, რატოა მე-11, რა აბოლონის პროცესი, რა ლისაბონის კონვენცია. არ იციან ახლა ესენი ადამიანები და როგორც ხედავთ
სახელმწიფო სტრუქტურაშიც ბევრმა არ იცის თვითონ რა გააკეთეს და რა ქნეს და იმ ოპონირებულაშიც ბევრი არის რას ამბობენ ხო ახლა იცით ხომ არ გაჩნდა დემოტივაცია ახალგაზრდებში დემოტივაცია ვერ გაურკვევლობის მხრივ არიციან რა გააკეთო დემოტივაცია ვერ გაჩნდება იმიტომ რომ ჯერ ჩვენ აინერცით მივდივართ ისევ აი როგორც ნოდარ დონბაძეს აქვს ჩემი შვილი უკვლევ აუცილებლად დოქტორი უნდა გამოვიდეს ეს არის мотивация მე რა ხომ უნდა მშობელს უნდა გამოვიდეს მე პირიქით მქონია შეხვედრები რომ ბავშვს შემთხვევები რომ ბავშვებს უკვე ბევრია გახსოვდა რომ ბავშვს მაგალითად ციფრული ტექნოლოგია უფრო იტაცებს და აინტერესებს და ციფრული ტექნოლოგია ამ დროს მშობელს დემონიზირებული ყავს და ჩემთან მოსულან და ნუ სატანისეული რაღაცაა თქვა გეუბნება და აი მაგალითად ხელოვნური ინტელექტია დემონიზირებული ხო რომელიც ბავშვებში პოპულარობით სარგებლობს და იცით მე რო ვეუბნები რომ არ არის ესე ახლა იცით მაგალითად წმინდა რაღაც სატანებს ახსენებენ ხოლმე მე მომყავს მაგალითი რომ ბერებს აქვს ნათქვამი რომ ერთი და იგივე დანით შეიძლება კაციც მოკლა და პურით დაჭრა კაცო შენ არ უნდა გამოგიყენოს იმ რაღაცა ინსტრუმენტმა შენ უნდა გამოგიყენო და ისწავლოს ეს ხო ჩვენი მომავალია ცოტა ხანში ხო ვითარდება ხო ახლა ეს ხო ეს რეალობაა ჩვენ უნდა მივეჩვიოთ რომ რაღაც ტექნოლოგიური სიახლეთან ცხოვრებაში ანუ დემოტივირებული ახლა რა სიზავს ეს თავრობა და რა იმ აბიტურიენტებიც კი მყავს რომლებიც ამბობენ რომ ჩემს მშობელს უნდა თორე მე სხვა სფერო მინდოდა ამერჩია მაინც მივდივართ მენტალობაზე მივდივართ რაც შეეხება ახლა კონცეფცია რომელიც ამათ შეიმუშავეს ეს ჯობია თუ 2000-ზე დაუცადეთ ახლა დოკუმენტი რომელი უკეთესია აი თქვა შექსპირის რომელი ნაწარმოები ჯობია რომ დაახლოებით ეს რაღაცა ეს კონცეფცია საერთოდ თვითონ რამდენს ექნებოდა წაკითხული 2004 წლის კონცეფცია შენი აზრით 72000 პედაგოგი და როცა მაშინ იყო ნუ ახლა არ არის ამდენი ან დაუშვათ 600,000 მოსწავლის მშობლიდან რამდენს ექნებოდა წაკითხული ან ახალი კონცეფცია რამდენს აქვს წაკითხული მათ შორის იმას წერდა კულისებში ლაპარაკობით რომ ჟურნალისტი არ უნდა იყოს ზერელები ხა ხო აი მიმდინარეობს ალბათ ეხლა მე ვცდილობ ხოლმე რომ არ გადავიღალო რაღაც ზედმეტი აზროვნებით აზრების მოსმენით უბრალოდ რაღაც აზროვნებით არ უნდა გადავიღალოთ იქნა ვიაზროვნოთ ადამიანებმა მაგრამ ზედმეტი აზრების მოსმენი თავი სადაც მიმდინარეობს ერთის ხარი აქებს მეორე ადიდებს და აღმოაჩენ ხოლმე არ აქვს თვითონ წაკითხული მახსენდება ერთი ღმერთმა აცხონოს ჭაბუა მირეჯიბი პარლამენტარი რო იყო ჭაბუა ერთი პერიოდი იყო სახელმწიფო საბჭოთა რაღაც ერქვა მაშინ და იქ კამათი წავიდა დათათუშალ თუთაშხიას გმირებზე და ნაწარმოებზე ჭაბუა შეეკამათა და მე ერთმა უთხრა კაცო თქვენზე ამბობდნენ რომ დაწერილი არ აქვს და გონი წაკითხულიც არ ქონიათ დაახლოებით ესეთ სიტუაციაში არ მოხდებით რომ დაუბე რაღაცაზე რომელიც წაკითხული თუნ მე არა ბოდიში მინიმუმ რუსულად მაინც აქვს ნათარგმნი ჭაბუას ხო არა სხვა შორის კარგი ნათარგმნი მაგას დასაგურელი მაგრამ უბრალოდ გამახსენდა ეს ამბავი თვითონ არა წერენ და მე რაღაც კორექტურის მიზნითაც აღარ გითხულობენ ხოლმე რომ და მოდი ჩაგეკითხებით და გკითხავთ განათლება სამომავლოდ გახდება პრივილეგია თუ გახდება საყოველთაო უფლება ვიცი რა განათლება საყოველთაო უფლება არის მოდი ალბათ უნდა დავახარისხოთ რადონის განათლებაზე არის ლაპარაკი თუმცა მე ვფიქრობ რომ პრივილეგიაც არის არა უმაღლესი განათლება უნდა იყოს აი არანორმალურად შეიძლება ჩათვალო ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 40,000 აბიტურიენტი ამთავრებს და 39,000 სტუდენტი ხდება. ნუ ეხლა ეს არანორმალია. თუ ასე გენიოსები ვართ ჩვენ 39,000 სტუდენტი და სპეციალისტი ხდება, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ დღეს, რა ვიცი, ინტელექტუალური კაპიტალის ყველაზე მაღალ საფეხურზე და მსოფლიოს, რა ვიცი, უნდა მართავდეთ, ნუ ბჭყალებში, შეთქმულების თეორიას უკვე შინია ხოლმე, ხო? ეს ხო ნონსენსია. ხო შეუძლებელია. ну так განათლების საკითხიც უკვე რა ითვლება განათლება ესეც სადაო გახდა დღეს უკვე გასაგებია და რა ითვლება წოდნათ იმიტომ რომ მაგალითად ადამიანმა თუ კარგად იცის ფეხსაცმლის დაგერევა უკაცრავად ისმანაც ისიც კარგი წოდნია რაღაც ის ხო სხვადასხვა თემები ერთმანეთში ურევენ ხოლმე მაგრამ აი აღმოჩნდა რომ ესე იგი ყველა არის უმაღლესი განათლების მქონე ამიტომ აქაც ახლა რეფორმაც ახლა მე არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი ასე რომ ვთქვათ შემიძლია მოსაზრების დონეზე და ექსპერტის დონეზე დავასახელოთ თქვა განათლების სფეროში რაღაცებში შეიძლება ჩვენ არ შევეწინააღმდეგოთ თუ ეს მხოლოდ კონცეფციის დონეზე არ არის ახლა მაგალითად სახელმწიფო ამბობს რომ მე არ მინდა კაცო ეს ფაკულტეტი დავაფინანსო და რა ვქნა ახლა ვერ მოთხოვ ხო კერძო უნივერსიტეტს კონდეს და გააკეთოს მამის ფაკულტეტი თავიდან რომ გაიხსნა კერძო უნივერსიტეტები ზოგიერთი ისეთი სპეციალობები გაახსნეს რომლებიც არ ქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხო ეს სრულად ნორმალურია, თუმცა საფრთხილოა. არ შეიძლება
ეხლა უნივერსიტეტის დონე გადაწყდეს სადღაც მაინდა-მაინც კანცელარიის შენობაში და არ კითხო სპეციალისტებს და მე როგორც ვიცი, არ ეკითხებიან ხოლმე სპეციალისტებს, არც ზოგადი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, აი მე არ ვამბობ რომ რაღაცა მაღალი დონის ისავართ, მაგრამ აი ვიცი გიორგი დაგიძახეს, შენ როცა მუშაობდი ზოგადი განათლების კონცეფციაზე, ან რომელ ცნობილ მასწავლებელს დაუძახეს ამ კონცეფციაზე. ძალიან საინტერესო იქნება თქვენ მოსაზრება. რატომ უნდა დაეძახათ ახლა მე არც მწყდება მაგაზე გული, იმიტომ რომ მე რადიკალურად განსხვავებულად ვუყურებ საკითხს და შესაბამისად ხო სამგერთ ვიცი რომ დაახლოებით 200 ხომ არ გონიათ რომ ამ კრიტიკაში დაიბადებოდა ჭეშმარიტება? იმდენად განსხვავებულია ჩვენი პოზიციები ამ შემთხვევაში. ხო ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ქუდი დავიხურო და წავიდე და თავი დავანებო ამ საქმეს ხანდი არანაირად. მაგრამ ამ კონკრეტულ ამბავზე ვამბობ ახლა მესმის რომ არ დამიძახებ, იმიტომ რომ განსხვავებული ვერ შევთანხმდები. გიორგიზი არ არის ახლა ბანი. მესმის, თუმცა ვიცი რომ 200 რაღაც მასწავლებლებს თუ რაღაცა ხვდებოდნენ ხო. მე არ მგონი ეგ პრობლემა ახლა. ხო. იმიტომ რომ შეთანხმდნენ, გამართეს კონცეფცია. ეს სხვაჩვენს ეს კარგი შეკითხვაა. ის რომ ეს უფლებაა თუ რაღაც პრივილეგია და ეს ფუნდამენტური საკითხია სინამდვილეში. და ჩვენ რასაც ვერაც გვახსოვს, ხო, ყველა მთავრობა ასე რომ ამ თითქოს და რაღაცა უფლებისგან თან საყოველთაო და თანასწორი უფლების ეგიდით აი ამ 10 წლეულების განმავლობაში რაღაც საოცრებებს აკეთებენ და ახლა აკეთონ კაცო ამაზე ვისაც რა უნდა ისაკეთოს მათ შორის თავრობანაც მაგრამ ფულს ხარჯავენ ამაში ჩვენს ფულს ხარჯავენ იხარჯება ამაში როგორც ვთქვით მილიარდობით თანხები ამ ვითონდა თანასწორი უფლების რეალიზებისთვის ხო რაც სინამდვილეში დემაგოგია ახლა როგორადაც არ უნდა შეფუთოთ ეს თქვენ როგორიც არ უნდა გაახო არის დემაგოგია ამ დემაგოგიით არის გამართლებული და ახლა საზოგადოებასაც რომ კითხო აი ჩვენ რომ გავიდეთ თქვა ადამიანებს კითხოთ ხო რა თქმა უნდა როგორ არა განათლების უფლება როგორ ყველას უნდა კონდეს და მათ შორის უმაღლესიც აი ასე და სინამდვილეში ეს რა არის აი მარტივად რომ შეგეკითხო შენ გაქვს გრძნობ თავს ვალდებულად რომ ჩემშვილს ასწავლო აი შენ პირადად შენ გაქვს ის ვალდებულება რომ ჩემშვილს ასწავლო მაინტერესებს თქვენ მე რატომ არა პედაგოგი უფრო ეს უფლება მაშინ ჩემი შვილის უფლება საიდან წარმოიშობა მაშინ ხო ეს არის ჩვეულებრივად საზოგადოებაში შევთანხმდეთ მოდი შევთანხმდეთ რომ აი ვთქვათ რომ აი რა უნდა გავუკეთოთ ერთმანეთს კი არა მე დამაძალო და რომ ეს ჩემი უფლებაა და მასწავლ რაღაც ასე ან დამეხმარე ან ეს მომე ან მაჭამე ან ჩამაცვი ეს მე ჩემი უფლებაა და ვალდებული ხარ შენ ეს ამ უფლებას უნდა რეალიზება რომ საიდან მაქვს ეს უფლება თუ არავინ მაჭამა ხო გამიგე და შესაბამისად მოდი მშვიდად გადავწყვიტოთ რა რომ ესე იგი ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ხო თქვათ რაღაც წერა კითხვა 6 წელი თუ ოღონდ ამდენი აბსურდული აი ჩვენ თუ ასე ავაგებთ აი ამ განათლების სისტემას რომ მოდი შევთანხმდეთ რომ რაღაც უნდა ვასწავლოთ მართლა ყველა ბავშვს და მეც გრძნობდი ამ პასუხისმგებლობას მიუხედავად იმისა რომ ჩემი შვილი არ არის არაფერი რაღაც პასუხისმგებლობა მაქვს საზოგადოებაში და ამისთვის ვიხდი ფულს რომ რაღაც აი სიკეთე და რა თქმა უნდა განათლება სიკეთე რომ მივაწოდოთ ასე ხო ეს მართლა ისეთი რამეა რომ ნიჭი გაფურჩქნა და მე ვიცნობ ადამიანებს რომელსაც ბავშვი და ბოდიში გაწყვეტენ ბავშვი დაყავთ კერძო სკოლაში და კერძო სკოლიდან რომ მოდის კიდევ დაყავთ დამატებით რეპეტიტორთან და ეს მისი არჩევანია ხო ამაზე ხო შეხედე ნახე რომ დავასრულო ანუ რომ თუ კი ჩვენზე იქნება ადამიანები ჩვენ შეთანხმებაზე იქნება ეს დამოკიდებული რა თქმა უნდა ვიტყვით რომ აი ამ ჩვენი ფული როგორ დავხარჯოთ ხო სისულელეებში ხო არ დავხარჯავთ რა თქმა უნდა ახლა დავით რამდენი წელია ვაკვირდებით
აი გავიხსენოთ რა ჩვენი სკოლა გავიხსენოთ ბოლო გადავავლოთ თვალი ხო მარტო ერთი კლასზე ხო არ მივიწვდებოდა რაღაც ინფორმაცია ხო გვაქვს ხო ეს რაღაცა ხშირად ვამბობ ხოლმე იმას რომ მოსავლეთა ნახევარზე მეტი საგანთა ნახევარზე მეც არა თუ ვერ სწავლობს არ ქვია ამას ვერ ხვდება რა სწავლობს კი ეს მასობრივად ანუ ნახევარზე მეტი ანუ გამოდის რომ ესე იგი ჩვენ ძირითადად ფულს ტყუილა ვყრით ამ რაღაც თითქოს და მოგონილი რაღაცა გამოიგონა რაღაც ის კურიკულუმებით რომ ეს 9 წელი ჩვენ კონსტიტუციურად გვევალება ყველა ბავშვს ვასწავლოთ 9 წელი ეს 15 საგანი ვინ გადაწყვიტა რატომ გადაწყვიტა და არა თუ ეს არამედ იმის უფლებას არ ვაძლევთ ადამიანებს კარგი ბატონო ვასწავლოთ მაგრამ მოდი ვინც იტყვის რომ თავი დამანებეთო იმას მაინც დავანებოთ თავი რომ მე რომ თქვა მაგალითად რომ არ მინდა ჩემი შვილი მოვიყვანო ამ რაღაც რომელიც მე დარწმუნებული ვარ რომ აბსურდული სიტუაციაა როგორ შეიძლება რა მისწავლა რომ გინდოდეს მაგალითად ხო შეიძლება რაღაცა ვისწავლო ჩვენ მიხვიდე ხო რა ვიღაცასთან უნდა მიხვიდე ვინც იცის ეს რამე მიდი მიხვედი და გეუბნება რომ კვირაში ორჯერ მოდი თითო საათი და აი აგერ 30 კაცი მყავს აგერ შეკრებილი ვასწავლე ამ რაღაცა სხვადასხვანაირ ადამიანებს და დაჯდები ხოლმე 1 საათი დაჯდები გასწავლე ახლა შენ მიეკარები იმას მეორედ რომ აი ასეთ სიტუაციაში ასეთ გარემოში რომ რამე ისწავლე მოკლედ ეს უფლება იმათ მაინც მივცეთ ან უარის თქმის უფლება მოკლედ ადამიანებს უარის თქმის უფლება მაინც მივცეთ რომ თქვას რომ არ მინდა არა მე ჩემ შვილს თქვენთან არ მოვიყვან და მე მივხედავ სხვაგვარად თუ ამის უფლებას დავუშვებთ დაინახავ მე მართლა ადამიანები მართლა რაცო ნახე რა ბედნიერია ის ბავშვი ვიღაცა რა აწვალებს რომ რაღაც უაზრობაში რაც გულისხმობ ნახე ბავშვი რომ რაღაც არ ესმის უაზრობაა ის და კაი 1 წელი არ ესმის რაღაცა 2 წელი წამეგნი 12 წელი ნახევარზე მეტი რაღაცები არ ესმის ერთი საინტერესო და მე ბოდიში და მე შეხედავ რომ ნახე კაცო ის ბავშვი ბედნიერია თან რაღაცებს სწავლობს თან ნახე რა კარგად რაღაც ერთი საინტერესო ტესტი მინდა ახლა ჩავატარო თქვენთან პირდაპირ ეთერია ბარემ და ორივეს შედარებით პატარა ასაკის შვილები გყავთ და მინდა რომ მათ დაუტოვოთ სახსოვრად როგორი იქნება მომავლის განათლება და მაინტერესებს მე როცა გაიზრდებიან შევადაროთ რა ახდა და რა არა ბატონო დავით თქვენ და მე ბატონ გიორგი ეტყვის თავის პატარა შვილს სანამ ვიტყოდე სხვათა შორის როცა მე ამოვქეკავ ამას არქივიდან და ვაჩვენებ აუცილებლად სანამ შევიდოდა ჩემი შვილი ძალიან შიშობდი იმიტომ რომ მე გიორგისთან ერთად მე გეტყვით რომ არა ვარ მაყოფილი ჩვენი განათლების სისტემის ამიტომ შიში მქონდა რომ რას ისწავლიან და დღეს ჩემი შვილები ამბობენ რომ სკოლა არის ჯოჯოხეთი ხო ეს რეალობა იმ უფლებიდან გამომდინარე რომ გამოდით აქედან გამომდინარე შესაბამისად მე მინდა რომ მომავალში მინდა ეხლა როგორი იქნება ცოტა მძიმედ ხედავ მართლობით წავნა როგორი მინდა მაგას ვიტყვი მე მინდა იყოს და იმედია ბრძოლას რაღაცა შედეგი იქნება არ იქნება ჯოჯოხეთი ბავშვები ჯოჯოხეთს არ უწოდებენ სკოლას მათი უფლებები რა თქმა უნდა რეალიზებული იქნება და ეს უფლება თანამედროვედ გააზრებულიც უნდა კონდეს ამ მოსწავლეს გასაგებია ესეც და რეალიზებული იქნება მეტნაკლებად და რაშიც უნდა ბავშვებმა რომ განათლება და ცოდნა შეიძინონ იმ განათლებას და ცოდნას მიიღებენ და იმაში დავხარჯეთ ჩვენ ფულს ზუსტად იმ ფულზე იყო ლაპარაკი ხარ რას გადაიგიდეთ რომ იტყვიან ვიღაცები ამ ფულს უკაც რას ენანებათ მაგრამ ასე ახლა ჯიბიდან მოგვიწით ამ ფულს უნებრივია ეს მშობლის განწყობა რომ ყველაფერზე უნდა ვატაროთ ბავშვი კი ბატონო განურჩევლად ინტერესისა იმიტომ ის რო დადის ბავშვის შვილი რო დადის თავის უფლება აქვს როგორც იყო ლაბორატორია ამაზე თავის დაავსენების უფლებაც აქვს და გართობის უფლებაც აქვს ახლა როდის ხა უნდა სულ რუტინულად ხარ უნდა იცხოვროს ხო ამ ბავშვმა კაცო აი მაგას ესე ვხედავ მე რომ ესეთი იმედი მაქვს მე რომ იქნება განათლება როგორც უკვე ვთქვი სადაც ბავშვის უფლებაც იქნება რეალიზებული რასაც უნდა მას იმას ისწავლის ხა და რაც რაშიც მოტივს დაინახავს
ბატონ გიორგი თქვენ რა ხეთყოლით თქვენ შვილს? ხო, მე მინდა რომ ჩემმა შვილმა ესე იგი ისწავლოს რა თქმა უნდა, განვითარდეს იმ მიმართულებით, რომლითაც დაინტერესდება გამოვა და ასე შემდეგ. უბრალოდ აი დაუშვათ და თქვა რომ არ მინდა უმაღლესში ჩაყარება. ოდნავი გულისკენ არ გექნებათ? არანაირად. ჩვენ სწორედ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უმაღლესებიც არ გვაქვს. არათუ არ მხოლოდ ფორმალურად ხო გვაქვს. ხო, მით უმეტეს ბევრი ხდება უკვე ამას და მშვენივრად აგნებენ და აგრძელებენ თავიანთ კარიერას, ხო? ხო და რა მინდა იცი, აი ეს ორი რამე მინდა რას რითაც დაინტერესდა, რასაც გამოიყენებს, აი თუნდაც იგივე ტექნოლოგიებით ხო არიან ეს თაობა რა, სხვანაირად ცხადია. მიდრეკილი ამისგან რომ იყოს არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ რაღაც შემოქმედი პიროვნება იყოს, რომელიც ნებისმიერ რაღაც მიწოდებულ სერვისში დაინახავდა მის განვითარების შესაძლებლობას და ამაზე იფიქრებდა, რაღაც იდეებს განავითარებდა. ერთი აი ეს მინდა, რომ აი ასეთ ეს ცნობის მოყარეობა განუვითარდეს და განივითაროს თვითონ, არ დაკმაყოფილდეს რაღაცის. ნებისმიერი რაღაც პროდუქტის, მიწოდებული პროდუქტის თქვა ფორმით და შინაარსითაც და ამაზე იფიქროს მუდმივად. და მეორე მინდა რომ შეეძლოს და გამოიმუშაოს და განივითაროს რაც ქვია სხვა ადამიანებთან კონკრეტული მიზნის მისაღწევად რაღაც თანამშრომლობით ერთად მუშაობისა და აი ამ მიმართულებით პრობლემის გადაჭრის ეს ჩვევა ქონდეს და ამ ხრივ კომფორტულად იმუშაოს. აი ზირთად ეს ორი რამე მინდა თორემ ის ახლა დღეს ახლა უყურებდი ცეკვების კონცეპტ ბავშვების რაღაცნაირად რამდენი აი ბავშვების ცეკვაზე რაღაცნაირი ისაუბრებს აი ჩართულობა და არც როგორ ისე არ გადავშენდებით უყურებ აი მინდა მაგ ცეკვა ფიქრობდი რომ ახლა ნიკოლოზი რო ცეკვავდეს ხო მინდა მაგრამ იმას რა მოუნდება ვნახოთ ხო რა ისე ხო არ გთავაზობთ მისი გადაცემა. წეგან ჩვენ კულისებში გავიხსენეთ, რომ ძალიან ბევრი წლის წინ ბატონ გიორგის ჰქონდა გამოქვეყნებული სტატია, რომელიც სამწუხაროდ ვეღარ ვიპოვე, 13 ნუ ქართველ მასწავლებელს. 13 ნუ გვეტყვით, მაგრამ 2-დან ნამდვილი მითხარით. ნუ მაშინ რაღაცნაირად ვიყავ. ესე ნახელა ამბიცია უნდა ქონდეს. რომ მასწავლებელს ნუ უთხრა. სხვაჩებს ასე იწყებოდა მე მგონი, ნუ შეიყვარებ მოსწავლეს. ხო. ოღონდ და მახსოვს მაშინ ძალიან ესეთი კრიტიკა წამოვიდა თქვენს მიმართ. დავითის დასაწყის ასე ვთქვათ რომ არ იმუშავე, ხო? ეს თითქოს და ეწინააღმდეგება მაგრამ არა, ცხადე მე ის ძალიან მომეწონა, მიდგომა, ხო? და ნებისმიერ საქმეში როგორც სამსახური კი არ მithla ეს ჩართული თუ ხანთელი. არსით, ხო, ეს სხვა არის, ხო? მაგრამ ამ სიყვარულში ცხადე ახლა მე იქ მოყვებოდა იმას, რომ ცხადე მასწავლები გვიყვარს, ხო? შეუძლებელია ახლა ისე გაჩერდეს მე მგონი ადამიანი ჩემთვის წარმოუდგენელი. მაგრამ აქ რას გულისხმობ იცით, რომ ჩვენთან რაღაცნაირად არის ეს გავრცელებული, რომ ეს რაღაც არ ვიცი ზედმეტი შეიძლება თუ არა დავარქვათ ამას. უბრალოდ სიყვარული არა, რამდენადაც ამის წარმოჩენა და გამოხატვა. მოკლედ, რადგან გამახსენე, ახლა ამიტომ ამბობ, რომ ხო, მოსწავლე არის მოსწავლე, მასწავლებელი არის მასწავლებელი. სუბორდინაცია. შობელი არ არის დეიტა. ბოდიში ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერიდან მოვიკითხავ დიდი სიყვარულით, ერთი ძალიან კარგი მაშინ ჩემთვის უცხო სიტყვა მასწავლა სუბორდინაცია. სუბორდინაცია შენზე უფროს შორის, სუბორდინაცია შენზე ოდნავ მაღლა მდგომთან თანამდებობის მხრივ. და მას შემდეგ ყოველთვის აი ეს სიტყვა მიტრიალებს გონებაში. მე მგონი ძალიან კარგი სიტყვაა, რას ფიქრობთ? ხო, სუბორდინაცია
რა ქართულად როგორ ვიტყოდით მაგ სიტყვას? აი ვერ ვიპოვეთ და ეს დამორნი გემო შესაძლოა ქართული ვერ ვიპოვეთ. დისტანციაც არ არის. ხო, ურთიერთ დამოკიდებულება ერთგვარი, ხო, რა თქმა უნდა. იერარქიული ბატონი დავითი ალბათ გამალკრიტიკებს ეს კითხვა რომ არ დაუსვა თქვენ ხმალა მოღებული აპროტესტებდით დირექტორთა არჩევის წესს ძალიან კარგად მახსოვს ეს ყველაფერი ერთი რჩევა რომ ისცეთ ადამიანებს რომლებსაც ეს ყველაფერი ხელეწიფებათ და შეუძლიათ რომ ეს პრაქტიკა ყბადაღებული პრაქტიკა შეცვალონ რას ურჩევდით არჩევის წესში არა არჩევა უნდა ყოფილიყო და ჩვენ ერთად ვიყავით ხოლმე ღამეები ვათიეთ კი მახსოვს გიორგიც ჩვენთან ერთად იყო ასევე მაია ეკალაძე იყო სამივე კანდიდატები ვიყავით ჩვენ დირექტორობის და სამივე არ მახსოვს გიორგი არის თორე ჩვენ ახლა სერტიფიკატი უჯარო გენერლები ვართ სკოლები არ მოხდეს იმის გამო რომ ჩვენნაირი აზროვნების ხალხი არ ჭდებოდა მათთან გასაგებია პარტიულები არ იყო არც ეგ არ იყო პარტიულებსაც არ მიწეს კიდე რაღაცა სხვა იყო საჭირო თლად იდეოლოგიურად ანუ შემსრულებელი უნდა ყოფილიყო არა ლიდერი თუმცა დირექტორების კონცეფციაში მათ სხვა რაღაცა უწერიათ და ნუ ახლა რა ვიცი მაინც ეთქობა რაღაცების რანდახან ჯერა ხოლმე და ჯერა მეგონა რომ ეს შესრულდებოდა და თვითონვე უწერიათ სხვა რაღაცა მაგრამ სხვა რაღაცა უნდა ანუ შემსრულებელი უნდა ანუ დირექტორი არ უნდა იყოს ლიდერი შესაბამისად დირექტორი ლიდერი იქნებოდა იმ შემთხვევაში რასაც ჩვენ ვამბობდით რომ ნუ ახლა იქ რაღაც მექანიზმებია და საფრთხე როგორი პრინციპით მაგრამ თვითონ სკოლას უნდა აერჩია და ფაქტობრივად სკოლა არ ირჩევს დირექტორს ესე იგი შეგარჩია ჯერ გამოსა ჩაგაბარებინა თქვა რომ კი დირექტორად შენ ვარ გიხარ მაგრამ მაინც მე უნდა გადავწყვიტო დაგნიშნავ თუ არა დირექტორად ნუ აი ესაა ხო რაღაც ესე იგი მაინც ჩემს შვილს დავრჩის თემა არის და სამეურვეო საბჭო უნდა გაუქმდეს ალბათ თქვენ მანდატკენ მიდიხართ აბსოლუტურად აი ბლეფი საერთოდ მე არ მიყვარს ეს ფორმალობები ეს ეგან ახსენა კურიკულუმები აი ხლა დაგვაწიეს გზაში რომ რაღაც სამოქმედო გეგმები უნდა დააწეროთ მასწავლებლებმა და ეს ქაღალდომანია არა ესე იგი საბჭოთა პერიოდში როცა კომპიუტერული ტექნოლოგია არ იყო ამაზე ნაკლები ქაღალდი ეხარჯებოდა მასწავლებლებს დღეს უფრო ბევრი ქაღალდების გროვაში ტრიალებს და ნუ არ ვიცი რაღაცა კატასტროფა ეს ფორმალობები არ არის საჭირო და არ არის აუცილებელი თქვენ წარმოიდგინეთ შეფასების სისტემაც კი ფორმალური არის ხო ვიცით არა ეხლა სიყალბეზე აგებული და ნუ რაღაც საშინელებები და მით უმეტეს სამეურვეო საბჭოს აი არ იცოდა ბევრმა რომ სამეურვეო საბჭოს წევრი იყო მაგათ ერთ-ერთ სკოლაში რომ მივედით ჩვენ ასაშო შობელი სკოლის ხო მგონი მასწავლებელი მასწავლებელი ხო შობლებიც არიან და ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა რა დირექტორი რატომ აერჩია მას და სხვა მშობელსაც არ უნდა აერჩია ვერ გაიგეს ვერაფერი ეს არის რაღაც ფორმალიზმი რომელიც გადმონაშთად რა დაიტოვა ხო იმ ავაცახსენებული 9 წლის ხო არაფერი არ მოხდოს ხოლმე ჩვენ და რაღა ის მოეწონათ კაცო სამეურვეო საბჭო და დატოვეს ბოლომდე იმიტომ რომ კარგად ამართლებს და საერთოდ მე დღემდე ვხედავ იმას რომ სკოლა უფრო მან რაღაცა იდეოლოგიური აპარატი არის ხელისუფლების სამწუხაროდ აი ვერ ხვდებია რომ დღეს სხვა სიტუაცია არის ესენიც ნუ წინამთავრობის დროს კიდე არ იყო ამდენი სოციალური ქსელები ესე ფართოდ ხო ხა მე ნაციონალების რეჟიმის დროს ეხლა მაინც ყველა რაღაცას ვხედავთ ხო ნუ მაგრამ დაკითხვის გააზრება აქვს პრობლემა აქვს და ალბათ მაგის იმედად არიან რომ ნახან დაკითხვის გააზრების პრობლემა აქვს სკოლებს და საბოლოო განმანათლებლად დაწესებულებს იდეოლოგიურად გამოიყენებენ და ნუ ეს დარჩათ თორე აი ეს არის რა ჩემი მიზანია რომ ჩემი გადაცემა იყოს ობიექტური და მოდი ობიექტურ რეალობასაც შევეხოთ და რაც მომეწონა ვიტყვი ფორმების შემოღება პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით და მობილური ტელეფონების აკრძალვა. ანუ არ შეიძლება გამუდმებით რაღაცა ვაკრიტიკოთ, ალბათ დამეთანხმებით, რაღაც დადებითი მხარეც მოუძებნოთ, მოდიეთ ამ ყველაფერს, რა სიტყვით. მოდი არ გინდა რომ გადაცემა იყოს ობიექტური. სუბიექტური. გასაგები. მაინც ასე. აკეთკენ მივდივართ. უბრალოდ იყოს დაბალანსებული. კი. ხო და ამიტომ ჩვენ ხო ეხლა ბევრი ვაკრიტიკეთ და მრავალფერო. ხო და რა შეიძლება ფორმები იქნება თუ მე რა არის იცი ერთი ჩემს გაკვეთილზე ხო იცი არ მჭირდებოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება პროფესორ მინისტრის განცხადება რომ თქვენ ხართ მინისტრიც და ყველაფერი თქვენ გაკვეთილს გასაგები მიუხედავად იმისა რომ მე არ ვარ ისეთი მასწავლებელი ხო იცით როგორი მასწავლებლები არიან ბუზის გაფრენის ხმა არის არც ჭირდება ხმა
რომ შედიან კლასში მინახავს და როგორ შემშურებია ხოლმე ხო რომ შედიან და მიყვებათ ისეთი რაღაც აურა თუ რა ვიცი რომელიც სუსავს ბავშვებს გასუსული ანუ რაღაც ისეთი არა ვარ მე ასეთი ძალიან დიდ ძალისხმევად მიჯდება ხოლმე რა კარგული წესრიგის დამყარება რაღაც დროთა განმავლობაში მაგრამ ეს რომ თუ კი არ მინდა და არ მიმაჩნია საჭიროდ რომ ბავშვ ტელეფონი გქონდეს ეს არ გამჭიროებია ხო და ანუ არ ფიქრობ რომ რაღაც მინისტრის დადგენილება და კანონში ჩაწერა მithumet ეს წერია იქაც კანონშიც რომ რაღაც სკოლის შინაგანაწესი ჩაწერდა ისე თუ წერია ბევრ სკოლას ხო ანუ ასეთი რაც შეიძლება ფორმებს ასევე ახლა გამართლება იყო ის რომ ბავშვები დასცინიან ერთმანეთს რაც არის ნახე ფორმებით არის მოგვარება თუკი ეს პრობლემა ჩვენ ბავშვებს დასასრულისკენ მივდივართ დრო ამოგვეწურა ხო ანუ ფორმებით თუ ჩვენ ეს გვინდა მოვაგვაროთ რომ ბავშვები ერთმანეთს დასცინიან ეს ძალიან ცუდი გზა არის კი ბატონო ჩემი გადაცემის სტუმრები იყვნენ გიორგი ჭაუჭიძე და დავით ფერაძე გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე კარგად ბრძანდებოდეთ მადლობა დიდი